მაშინ ასე იწყება მეორე ტაიმი. იწყება რო? იწყება. შემოგვემარტნენ ფანობა. 0-0-ია ანგარიში და ასევე შემოგვემატა კასტილოვიჩი, რომელსაც დაბადების დღე აქვს და საჩუქრად მიიღო 2 კასტილი. სანამ დაბადების დღე იქნებოდა ვერ დადიოდა, იმიტომ რომ კასტილები არ ქონდა და ეხლა აჩუქრეს და როგორც ხედავთ, კასტილებითაც კი ბევრზე სწრაფია. მაგალითად, არ მინდა ეხლა სახელები ჩამოვთვალო, მაგალითად ზოგიერთის სახელი ჩამოვთვალო, თუ ვიზე სწრაფია კასტილებით, მაგრამ მაინც კასტილებითაც საკმაოდ სწრაფია ჩვენი იუბილარი სანდრო გელაშვილი. ამასობაში ზეც გადავიდა, მე არ გადამდო. და ბიჭები ახლა ახალი ენერგიით შეუტევენ. ზურა! აქედან კარგად ჩანს უფრო ეს ფლანგი და გოლი გაიტანე. არა, 3 გაიტანე. ნახოთ, ვილი აბაშენიცი, სული და გული ძმაო! აქ ბურთი არც იმათმა არ დაგვიბრუნეს, თქვენ არ დაგვიბრუნეთო, ბრატო, კარგი იყო. ანუ ეს ბურთის არ დაბრუნება, რაც პროფესიონალური ის არის. ნახოთ ვილი როგორ ამას წონა, მთელი ზაფხული ქონდა წონის დასაგდება და არ დაეგდო, მაგრამ უკვე შეეტყო პრესინგი და ნახოთ ჩარლი. ოპა, შემოვიდა თუ არა ეგრევე შეცდომა დავშვა და ნახოთ გამოასწორებს თუ არა, თუმცა მუხიაშვილია აქ დაბრუნებული ფლანგზე და მე მოდი ესე ვიტყოდი ლაივ ფსონს გავაკეთებდი, რომ ბექა მუხიაშვილი დღეს საგოლე მოქმედებას შეასრულებს. შეიძლება ეს იყოს ასისტი, შეიძლება ეს იყოს ეს გოლი, ან შეიძლება ეს იყოს ტრადიციული ავტოგოლი. ნახოთ რა სიზარს მუხიაშვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რატომღაც უნდა შეასრულოს საგოლე მოქმედება დღეს მუხიაშვილმა. ოპა! უკვე რა ხდება? გადასულა ბურთი. აქედან კარგად არ ჩანს. ჩაწოდდა ცენტრში და ვინ არის? გიგა უშლის ხელს. აქ ვილი აი და როგორ დაგვეტყო ეგრევე რომ ერთი კაცი დაგვემატა. თოკომ აი ძალიან ისეთი მომენტი იყო. საჩე ხო თორე ჩვენი იყო ბურთი. გამოვარდა ჯორჯი. რაღაცა არ მომწონს აქ. შეიცვალა პოლოსკოვი, გადავიდით 4 წელიან ტაქტიკას და დევნოზა დარჩა იქ და ყველაზე მეტად ეს მოსმიშვება. ცოტა არ იყოს და სიმშვიდეს მიკარგავს მაფორიაკებს და იმედი მაქვს რომ დევნოზა კარგად მოიქცევა. არაფერი. ბრავო დევნოზ! ბრავო, ვინ ეხმარება? კახა გეხმარება თუ რამეა. ზურა! მიეცი და მოგცემს ისევ. ხო დაიღალა რო ირბინა ძმაო. ჩვენი. კახა გაგვართეს აქ, ესე არ შეიძლება. დევნოზა კარგი აქ. პირველი ბოლომდე, სასწვენამდე დევნოს. ბრავო დევნოს! აია. გიგა დაუბრუნა ჩვეულ სტიქიას, აქ კახა ეხსნება, გიგა და კახა ძალიან კარგად შეთამაშებულები არიან და აი ზუსტად ეს ჩარბენები, რაც მუხიაშვილი გვთავაზობს, გვაკლდა, თუმცა ახლა არაზუსტი პასი იყო, მაგრამ კახო, წაიკითხა. სასტვენი, ბიჭებო, სასტვენი აგვიანებს ხოლმე და ბოლომდე ითამაშეთ მაინც. ჩარლიმ შეიგრძნო უკვე ბურთი, აშკარად დაბრუნდა თამაში, პირველად რო შემოვიდა ფეხი აუსწრია და მუხიაშვილი აქ კარგად გაიხსნა და თოკოს უკვე დარტყმის კარგი ხარ გაბლიშვილის საცია!
გიგა ჩვენ რა ვიცით არა ეს გო ოიმე ვინ ურტყავდა მგონი ჩარლი ურტყავდა ვერ დავინახე იმიტომ რომ ეკრანში უყურებ თამაშს და არა ლაივში მეც მაგარი ბედი შემხვდა თამაშს კაია სწორი პასი გააკეთა ბექამ წყოთა შორის აი ეგრე კაია შვენიერი არა უშავს კახა უკვე თამაშს კითხულობს ზონაშია შესული თუმცა ჩარლი საიდან გამოვარდა ბრავო ჩარლი ძალიან კარგად დაეხმარა აქ დაცვას всё კახამ დაგაზა იქით ფლანგი თავისუფალია კახ რო იცოდე ბექა მარტოა დევნოზა აკონტროლებს აქ ბურთს ჩაურბინა დევნოზამ ზურას შვენიერია დაიჭირე სად არის ბურთი გამოვიდა ყოჩახ უსწავლია თამაში როგორაც კეიპელი საბა შეხედე დევნოს ხელების სლას დასწვენომდე მოეშუი დევნოს სასწვენამდე ითამაში ბრავო დევნოს პოზიცია ჩარლი ძალიან კარგია აქ გოჯი არ დაუთმია ბრავო ბიჭო მაინც იმას როგორ მივიდა აქ კახაც მივიდა მესამე ჭილყვავი და სხვათა შორის ჩემი ინტერესი რომ მაინტერესებდა ჩარლი გიგა და კახა რას იზავდნენ ცენტრში როგორც იქნა ამიხდა ვნახოთ სურას აწვევიან აქ ძალიან და გაათამაშა დიმა მაღალი ბურთი გაუშვა და აქვილი უნდა იყოს ოპა რებს აკეთებს გაბლიშვილი აღარ იყო სტადიონი ცოტა ძლიერი მოუვიდა იმიტომ რომ ფულ სპიდზე მირბოდა და ბურთს ვეღარ მოზომა თუ რა დონით გაიქცოდა თუმცა იმენა დელფინის ტაქტიკა შემოგთავაზა დელფინური დრიბლინგი ჯორჯი კარგი არის აქ დაჯაბნა ჩარლი აშკარად აი ჩარლი გიგა და კახა უკვე ზედმეტად ფიზიკური და ზედმეტად ჭილყვავი ტაქტიკაა და ანუ აშკარად გააყოლა კიდევაც ესპანური ნახევარდაცვის სკოლა შემოვიდა ჩვენ კლასში და კახა ეს უკვე უნდა გამოიყენო არა უშავს არა უშავს გადააზღვიე დევნოს გადააზღვიე კაია კახა წეგან ურტყავდა და უკვე აქ აი ესაა დასაფასებელი კახა აქ არ ჩააწოდოს არ ჩადგიწოდოს მან მოვიდა ჩარლი წესით ძალიან ანუ კახა გიგაც და ჩარლიც ფიზიკურად ძალიან ისეთ უხეში მოთამაშეები არიან რაც ვაიმე თუმცა აქ ეს როგორ გაგვიძვრა არ უნდა დაარტყას გადავეწყეთ კარგად ავიდა მუხიაშვილი კარგია ჩარლი მახალი სისხლის შთაბერა იმედი არ დაიღლება და ესე გააგრძელებს ბოლომდე იმიტომ რომ როგორც ვიცით ცოლი მოიყვანა და ცოტა ღიპი მოიგდო შვენიერი პასი ზურას დევნოზა ეხმარება ზურას ფლანგზე ზურა ცოტა გაურთულა მაგრამ ეს ყველაფრის ჩარლი ყავს მარტო შვენივერი გადავიდა 10 სანტიმეტრმა გადაწყვიტა ახლა ამჟეტევის ბედი დევნოზამ დაასკანერა ოპოზიციაზე დევნოს პოზიციაზე დევნოს პოზიციაზე ნუ ჩერდებით ეს ბიჭი სოფლიოს დაიპყრობს
ისე დევნოზას ჰაილაითები რო გავა TikTok-ოთ. მე მგონი? ჩარლი, წინა თამაშიც ქნა ესეთი მან. თოკო, წინ უნდა წასულიყავი. ვილი აწუხებს იქ. იმა! რა კუთხური თამაში გრძელდება გაბრიშვილი? ვინ ეხმარება? აია. აი ისევ ჩარლიმ გამოასწორა და ზურას მკერდი კუთხური. ზურა არა უშავს, გასწავლი მერე მკერდით მიღებას. კაია. მალე გაითამაშეს აქ ბიჭებმა, მალე გაითამაშეს და გიგას დარტყმად შეუულია. არ შეხებია. თოკო ბისმარტ. დაულაგდით. ჩარლი დაიღალა აქ რა დიაფრაგმაზე იყიდებდა ხელს, თუმცა აშკარად ტემპით უკვე ჯობნიც. ცულებებმა და ახალმა სისხლმა, მგონი მათ არ ყავთ ზამენები და მაგიტო. არა უშავს, კახა, არა უშავს. შვენიერი კარნახი დიმასგან. კონცენტრაცია არ დააგდო და ნაყოფს მოისხამს ეს თამაში. ესე გააგრძელეთ. ვილიაკ! ვაიმე! მგონი ვერ გადავიღე, ეს კაი შეტევა, მაგრამ რა ქუსლით დატოვება იყო, მოკლედ მოგიყვებით რა. ვილიმ შიგნით შეიტანა, თორნიკეს მისცა და თორნიკა მერჩ შეხებით ქუსლით დაუტოვა და ვილიმ სხოდუ დაარტყა. მაგრამ კარებს აცილა. ფეხი დამეჭიმა, მე იმდენად ცუდ ფორმაში ვარ, რომ დგომითაც კი ესე ფეხი დამეჭიმა, ფეხის კუნთი. აი კაწუხებს. საერთოდ ძალიან მოუმატეთ ტემს, პრესინგს ვეთამაშებით და იმათაც სირბილი მოუწიათ და შეცდომებმაც იმათ, აი ჩარლი ამ ბოლო დროს ყველგანაა. რამდენი დაკარგული ბურთი გადააზღვრა, ძალიან დომინანტი არის. პლუს დამატებული აქ კახა რომელიც ნახე. რა თქმა უნდა, ასაღები იყო. კახა, კაია. დავდექით. უბრალოდ თავარი აქეთ ფლანგზე ეთყობა იციან რომ დევნოზა აქეთ და რაღაცებს იგონებენ. ისინიც აქეთად მხარის ტვირთავენ უფრო. გაუგდეს და აქ მუხიაშვილმა დააკარგინა წონასწორობა და დავიბრუნეთ ბურთი. აი ვილი როგორ შეაწუხებს? შეეშლება ვილი! შეეშლება! ვერ მისმენთ? ჰეი! მაინც შეეშალა, ბიჭები, ჩქარობენ რა, ცხელი კარტოფილია. ჩარლი ძალიან იბრძვის და ძალიან ფიზიკურია, როგორც ხედავთ, დაეჯახა ტანით გადააგდო. კახა მშვენიერი ხარ. არაფერი. სათამაშო ეპიზოდი იყო. მეტრა ნახევარზე. დევნოს შენ არა ის დაუყენე. ზურა დაუყენე დევნოს. დევნოს ჩადი. აი სტანდარტები უფრო, არაფერი არ გამოძდით, აი სტანდარტებით უფრო მეშინია. იმედია ჩვენ ვიქნებით პირველი, დიმა არის აქ პირველი. არა. ეს კლასიკური მოტეხვა იყო, მუხიაშვილი მივიდა და კარის საჯარიმოს დევნოს სადიყავი. უთვალა ოპოზიციურ შეცდომას უშვებს დევნოს, კიდე ამოვიდა წინა, კიდე გაცდნენ. ზურა ყავს ვაფშე. ჩარლი, მაი როგორც ხედავთ, ტემპი დააგდო. ისევ კახა ყავს. ჩარლიც ყავს, გიგაც ყავს. შვენიერი, გაათამაშეთ.
ოჰო, რა კარგი მიღება იყო. ოჰო. ვილი? ხო ჩამოწია. ახ, დევნოს! უსმინე გუნდელებს დევნოს გენაცვალე ჯიგარში. ერთი ეს მარცხენა ფლანგი გვყავს უბრალოდ ცოტა არასტაბილური, თორე თამაში მთლიანად ჩვენს კონტროლ ქვეშ იქნებოდა. ხვდებით. კაიხა. ჩარლი საიდან მოვიდა და აქ დიმა უნდა იყოს შვენიერი პასი. კაიხარ დიმ. ვილიმ შეცვალა ფლანგი. იქითა ფლანგიდან უტევთ აშკარად უფრო კარგად, იმიტომ რომ მუხიაშვილი აშკარად დაიტყო გუნდს. ჩავიდა კახა მოითხოვს ახლა ბურთს. ნახევარდაცვა საკმაოდ კარგად თამაშობს. მცველებსაც ნახევარდაცვა ზღვევს. ვიტყოდი რომ გონი ნახევარდაცვა არის ამჟამად ფასკუნჯის ყველაზე ძლიერი რგოლი, რას ვიფიქრებდი ამას, ეს დღე თუ მოვიდოდა, თუმცა ბიჭებმა საკმაოდ განავითარეს თავისი სკილები. არ მჯერა რომ გოლი გაიტანა ტიპმა. ანუ იმენა სოლოზე, ალბათ ის 8 ნომერი იქნება, როგორც თქვი. რა თქმა უნდა 8 ნომერია. 2 გოლი გვაგასატანი. 2 გოლი გვინდა. ეხლა როგორ შევიდე აქ, ჩემი კაი. აი ესეთი თამაშია ეს, რომ აი ბრმადაც კი გოლს გავიტანდი. მაგრამ უმყესოდ არ ვიცი. ჰა? კი. ერთ 3 გოლი უნდა გასულიყო. თან იმენა მოგება გვჭირდება ამ თამაში, იმენა 3 ქულა გვჭირდება. ფრეზეც არ არის. ზურა დავაი ხა რა. არ დაპანიკდეთ უბრალოდ. ანუ ერთი კაცი ყავთ, ვინც უბრალოდ შეასრულა. კუთხური? არა. კაია. როგორც კი ტემპს წევთ შეცდომები მოძდით ბიჭებო და დავაი. კუთხური? აი ხლავე უნდა გავათანაბროთ. ჩვენს ლოგოს უღებენ აქ. ჩვენს გადაუღოთ რომ გვიღებენ. მე ფოტოები გამოვართოთ. მაღალი და პარაშუტი უნდა ჩააწოდო გიგა და არა ძლიერი, მაღალი და პარაშუტი. ჩარლიმ დაუტოვა გიგას. კი არა, გიგამ დაუტოვა ჩარლის. აუტი. ვერ ჩააწოდა კარგად. ბექამ კიდე ერთი კონშეტევა მისცა. საღოლ დევნოს, საღოლ, ეგ არის. შეტევა, ბიჭო, წავყევით, ნახევარდაცვა. დაუძახე. აი, დავატრიალეთ. ბექამ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ეს ზუსტად ის 8 ნომერი ეთამაშებოდა, რომელიც სწრაფია და წეღან აქ გოლი გაგვიტანა. სამწუხაროისაც რომ შოთა ბურთს შეეხო და მაინც რატომღაც ვერ მოიგერია და შეხების მერე კარში შევიდა. ბექა კარგია, მოიპოვა პირველი ბურთი. შეიშალა და აქ ჩარლი უნდა იყოს. კარგია. ვინ ეხმარება? კახას მეორე დარტყმა იქნება?
ზურას მისცა ბურთი. სტენკა. კახა გადის. არ ვიცი რას აპირებს კარტოზა, მაგრამ კახა გადის. საინტერესო ცვლილებაა, კახა გადის და თემო შემოვა. მია გოლი გაგვიტანეს სამწუხაროდ. რა ბურთი აუღეს ვილის. ეს უკვე გამაღიზიანებელია. მართლა კაი გოლი გადიოდა. ვილი კი მინდა კიდე არ გაჩერდე, მიდი. გიგა ჩაწვის ახლა. ჯორჯი გაბრაზებულია, იმიტომ რომ დევნოზე არ უსმენს. ბექამ წართვა ბურთი და საჯი რამდენი წუთი დარჩა? ორი გოლი გვინდა, მინიმუმ. დრო გაყავს ახლა სამეკარეს, თუ რა ხდება, თუ რა ისა. შესვენება, იმედია დაალაგებს. წვრთნელი, იმიტომ რომ აშკარად ვუტევდით გოლამდეც და ძალიან ალოგიკური გოლი იყო. საუბრობდი იმაზე, რომ ნახევარდაცვა იყო ჩვენი გუნდის საუკეთესო გოლი და ზუსტად აი იმ მომენტში ჩვენმა დაცვამ, რომელიც აქამდე იყო ხოლმე საუკეთესო გოლი და ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა დაუშვა უპატიებელი შეცდომა და ჩააბარა ბურთი მოწინააღმდეგეს საუკეთესო ფეხბურთელს, რომელმაც მერე ინდივიდუალურად გოლი გაიტანა. ამიტომ ვიტყოდი ასე იქნებ ესე რომ ვთქვათ ნახევარმცველებმა გაიტანონ ახლა გოლები ამ თამაშში, რას ვიტყოდით? 2 გოლი რო გაიტანოს ნახევარმცველმა. რაც ისეთი თამაში მიდის. დაუბრუნდნენ ბიჭები. წუთი შესვენებიდან და ნახოთ რა მოხდება. დიმა რაღაცას ეუბნება ჩარლის. დიმა ბოლომდე იბრძოდა აქ. დავაი თემო! აქ ისევ იგივე ფეხბურთელს მისცეს მეორე ბურთი. აი თემო! გაიხსენი ზურა გაზი. გიგამ გამოართვა თემოს. გადაზღვევა გვჭირდება, აქ თემო კახა ვერ იქნება, თავისი პლუსები აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ბექამ კარგი დაბრუნება. გაბლიშვილი რას მოიფიქრებს? შვენიერი სტენკები იყო. ვილი გვყავს? ვილი გინებას მოეშვი და ირბინე. დაგვრჩე ზონები და უკვე კონტრჩეტევაზე მოდიან. ოფსაიდი. მალე დევნოს. წამოყევით. შეტევა. აქ უკვე მეცავნერული და კომენტირების მაგივრად უკვე თამაშის ყურებაზე გადავერთე. თორნიკეს არავინ არ ეხმარება და ისევ ძველ ტაქტიკა. აი მეორე ბურთზე ვინა? მეორე ბურთზე ვიღაც იყოს რა. ზურა დაღალეს ახლა აქ წინ და უკან პასებით. ნუ დადიხართ, ნუ.
დაგუღალეს მე მგონი ისვენებდნენ. აუტი. დავი ჩარლი. ცენტრში კაცი იყავ თავისუფალი, არავინ არ იყვანს. ნუ ვაცდით! დავაი ვილი მეორე დიხანია მინდა. მენა ძალიან ვაცდით. დავაი! აჯობე რა. აიმე წართვა და მაინც იმათიანს დარჩა ბურთი. გადმოგვიშალეს, აქეთ ბიჭებიც, ჩვენ ბიჭებს დაღლა დაეტყოთ. გული მტყივარო. არაფრის გაკეთება არ შემიძლია. სტატისტის როლში ვარ. თემო გენაცვალე არა უშავს. შეჭამეთ. საათად არის ხოთა სკამზეც აღარავინ აღარ ყავს რომ მეტი ინტენსივობა შემატოს გუნს ძალიან გაგვითამაშეს. თემო 18 ნომერი. არ ჩააწოდებინოთ! არ ჩვენია. არაფერი, всё, ხელი. ხარი იყო, სუფთა მხარი იყო. თემო მეტრა ნახევარზე. ხარი იყო თო. სულება ლევანი შემოდის, გიგას მაგივრად ეს უკვე ალბათ ნუ ინტენსივობას არ მოგცემს, უფრო ვიტყოდე მეტ ბურთის კონტროლს და მეტ იმას მოგცემს. არ ვიცი კარტოზასი მეტია ვინ სად გადაწია და როგორ გადაანაცვლა. თუმცა შეტევაში ილი და ლევანი ერთად ხლა უფრო პირიქით ჩვენი შეტევა ჩვენი ფეხბურთელები უფრო დავით აი ლევანი კარგია კარგად შემოვიდა კაი არ ჩააწოდებინოთ ბიჭო ყველა ბურთზე აბრძოლეთ რა თავისუფლად არ გააკეთოს სიო ლევან ჩემი ძმა და კაია ლევანის გამომუშავებულ ჯარიმებს ისენი მოყვება ხოლმე დროზე კაია ლევანი მოძრაობს მომწონს ბექა თუ დაინახავს ლევანის არა მეტად მოუფრთხილდი ბექს აქ ერთი ხელით გამოვშალეთ დაიწყო თამაში გამოვშალეთ იარე ბიჭო ნახევარ დაცვა ჩართე რა ჩარლი ჩართე რა აქამდეც ხო შეგელო არ ვიცი ეს რატომ იქცევა ასე მთელი გუნდი რაღაც ეუბნება მაგრამ უნდა რომ დინების ვილი აუტია დავაჯექით დავაი ვერ აწუდია ნე მანდვე წავართვით და გოლია ორი გოლი გვინდა დავაი დიმ შეხარ ლევანი ყავს ეგრევე ლევან დაუძახე რომ ზურგიდან დაგინახოს აია ბექა მარტო იქით აია დევნოს მოითხოვე მარტო ხარ აწიხე ჩარლიზე თუ გაკეთდება თემო ჩაერთე წინ
კაი, აი ხა შეგილია, შუაში შეიწია და ზურას აქეთ გააყოლე. დაარტყავს? დაარტყა, არ აუშავს დევნოს, არ აუშავს, ნიჩიო. დევნოს, ეგეთ დროს კიდე ეგრე შუაში შეიტან და ზურა ფლანგზე მარტო დაგრჩება ხოლმე. დავაჯექით. არა, შენ არა, თემო მიუშვი. დაუდექი, 1 მეტრაზე დაუდგა ვინმე. დევნოს, ჯერ ნახევარმცველი მიუშვი ხოლმე, გაი, გეწინდა, მე ნახევარმცველს მე დადექიშე. არა. ისევ ბექა მივიდა. ინტენსივობა. აქვთ დრო მოსაფიქრებლად, მაგრამ თოკო კაი იყო აქ. ჩაეხმარი, დავაი, აიგრე, დავაი. შეურბინე. ლევან, მიეცი იქვე. რატო არ მისცა, არ ვიცი, მაგრამ ათი წუთი 2 გოლი. რაღაცა უნდა არა ორდინალური მოვიფიქროთ. ვილი გაბრაზდი რა, მიდი, უფრო ჩქარა. შეაწუხეთ, დაღალეთ. ცვლილებები არ აქვთ ბიჭო, დაღალეთ, დავაი. არა ყვეთ. თემო აწი ხაზი, აწი. არა. დავიბრუნეთ. არაფერი. აუ. მიდი ზურა, მიდი ჩაერთე. არა. არ გწდება. ზურა დაუკეტე და წარწმეულია. სიო. აია. ზურა გაიქეცი. ადე, ძენო წინ. კარგით რა. იმე. დაიღალა აშკარა ჩარლი თავიდან ძალიან კარგად შემოვიდა, მაგრამ ეთყობა ვეღარ ქაჩავს იმ ტემში თამაშს. ბურთი ვერ მოვიგდეთ ხელთ, ანუ ვერ წავართვით ისე რომ აი წართმევა რასაც ქვია, რომ ჩვენ გავაკონტროლოთ. ანუ სულ ისენია წავართმევთ, გადავა იმათი აუტი, და ის ძალიან საწყენია. მოუფრთხილდი ბურთს თემო გთხოვ? მიახმარა ბიჭო! აიგრე, შეაწუხე, დავაი! ნუ ხართ პოზიციებზე დაწებებულები, ცოტა მეტი მიხმარება უნდა. აურა! აქეთ გაგვიტანეს.
საკმაოდ დურთულდება ცხრილში ჩვენი მდგომარეობა ამ ყველაფრის მიხედვით. ანუ ერთი ფეხბურთელი როგორღაც ისე დარბის რო ნუ არ ვიცი მე ცოტა არ იყოს ცვლილებებსაც კითხვის ნიშნის გვაჟ დავაყენებდი, მაგრამ ეთყობა რაც ხელთ ქონდა ის სადა. აი თუნდაც ეს პასი ბურთს არ უფრთხილდებით, მაგას აუტიჯობდა, იმიტომ რომ იქვე დავაჯდებოდით. 19-ზე ვინა? 19-ზე. თემო 19-ზე ვინა? 10-ზე დიმარი ბიჭო. მიდი. თემო 2-0-ია, დავაი რა. მე кайფებიან რა. რო ბიჭო როგორ არ ბრაზდებიან თვითონ რომ მოედანზე არიან, თო. ბექა ხო დგას უკან. საღო, კაი, არა უშავს. თავი მაღლა. თემო ძველი ხო არ ხარ? პრესინგი. 19-მა არ მიიღოს. სიო, ექშენია დევნოს. არა ტრიალე. ჩაც. დევნოს სასტვენამდე, ძმაო, დავაი. იქვე, არ ჩააწოდოს ეხა. გაინაწილეთ კაცები. კაცები გაინაწილეთ. იმენა ეგრევე წაართვა და გოლია. სიო, ლევან, მარტო ხარ? არა, ნუ აი არ ვიცი. დაიბრუნა. ფლანგი. ვინე? აი ზურა თუ მოიფიქრებს რამეს? კაი იყო? ლევანზე? თემო მოითხოვე რა? ჩაერთე შეტევაში. არა. თემო პირიქით ახოს მიიწი ხოლმე. მოთხოვე. იყვანდა იმ კაცი. დევნოს გამოფხიზდი. პირველი არ მიიღოს ბიჭო. დევნოს ფეხზე უნდა ეჯდე რომ ცუდად რომ იღებს წაართვა. დევნოს შენ ჩადი უკან მზურა დატოვე მან. ნუ ეს უკვე კლასიკური შეიძლება რა მართლაც ეთკინა რა თქმა უნდა. აბა არ მაინც თავისუფ 10 არიან და მაინც ნუ ხა ეს კლასიკური შემთხვევა, იმიტომ რომ ყვირიან იციან რომ დრო გადის. კარგი 2-0 წაიყვანეს ბიჭებმა. მე ძალიან გაბრაზებული ვარ. არ ვიცი რა ვთქვა. ხატია შენ ხო არ იტყოდი ჩემს მაგივრად ორ სიტყვას. ხატია კაი კაშმარო. კაი კაშმარ. ნუ ცვლილებები ჩვენ მქონდა. უნდა ვგუდავდეთ, ჩემი აზრით, აი ვერ უნდა მოგქონდეთ ბურთი და აი ესე, სვა ესე. მალე ცოცხლად.
ნუ ახო, ნუ რაღა უნდა ვქნათ ეხა ჩვენი ბურთი ჩააბარა ისევ. შენი დედავად. დამშვიდე, დავაი. გოლი გვინდა? ნუ 40 წუთია უკვე. 2 გოლს. მალე დევნოს, მალე. დავა, ეგრევე. ანუ სწორი პაუტი რა. არა. მკერდი იყო. ჩვენ უნდა ვიყოთ აქ. ყველა ურთობრძოლიდან გამარჯვებულები ისინი რატო გამოდიან? ყველა სათუო ბრძოლა. ლევან გთხოვ. ნარა ეს უკვე ქაოსია. ერთი ბექა მირბოდა წინ და არავინ არ მიყვარო. იმ გადმოვარდნილ მეორე ბურთზე ვიღაც დახმარებოდა. ჩარლი დარბის მარტო და მოკვდა ჩარლიც. ეხა მარტო თემო დარბის. ანუ ცალ-ცალკე დარბიან რიგრიგობით, როცა ერთი დარბის, მეორე არ დარბის. და ეს გამოსასწორებელი, ანუ ერთად უნდა ირბინოს ყველამ კომპლექსურად. აბა როგორ მიიღებს დევნოზა ბურთს? დავი, შენია! შენით! ბურთს ფეხი დააბიჯა, ანუ აი ხა ქონდა მართლა სადრიბლინგე. დავი, თემო, ბოლომდე. ვერ მოტრიალდა უბრალოდ ინერცია ეს უბრალოდ ნიუტონის კანონებია, რომ ამ ხელა მასა რო ერთი მიმართულებით მის უცებ ვერ შემოტრიალდება და მიმართულებას ვერ შეიცვლის. ბიჭო, ვილი? კაი ხარ, ბრავო, მალე აუტი. მალე დევნოს, ზუსტი აუტი, დიმანახე. ზურამ ფლანგი შეცვალა, მშვენივრად ბექა შენით. დარწი ბიჭო. ჩვენი უნდა იყოს. ჭო არ გადაუშვა, არა. აიღე მალე მანდუია. დავაი, ჩარლი. დავაჯექით. მიდი დევნოს. არა ბიჭო. ბექა გყავს. რატო არ მისცა არ ვიცი? ჩვენი ხო? მალე. დევნოს ერთი ზუსტი პასი გაქვს გაკეთებული? ყველა ბურთი დაკარგა რა. მით მორჩა თამაში. ძალიან საწყენია. სწრაფად მოგვიხადა მადლობა, გაბრაზდა. წავიდა იქით. ისინი ბუზღუნებენ. მეც გაბრაზებული ვარ. მარჯვენა კუნთი მტკივა. ცა მოიქუფრა. 6 ქულის ამოღება მოგვიწევს ლიდერებთან.
7 ქულით გადავდივართ, 13 ქულით არიან ჩვენი უშუალო კონკურენტები და იმედი გქონიოთ, რომ ჩვენ გარდა კიდე ერთ თამაშს წააგებენ. მე კი ამ მინორულ ნოტაზე დაგემშვიდობებით. უბრალოდ ისე არა. ჯერ არაფერი დამთავრებულა, ხდება ხოლმე სეზონის მოგების შანსებს ვინარჩუნებთ წინ ფასკუნჯი. აუცილებლად. დღეს ჩვენ არ გაგვიმართლა და მომავალში იქნებ იმათაც არ გავუმართლოთ. ნახოთ. თუმცა ჩვენ თავზე დამოკიდებულები რო არ ვართ, that sucks. მაგრამ სხვათა შორის როგორც მატრიცაში ამბობენ there is no spoon. როდესაც მე ვცდილობ რომ კოზი მოღუნოს, ხო? ანუ სამყაროს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. როდესაც თვითმფრინავში ჯდები, პილოტს ხომ არ იცნობ. არ იცი როგორი პილოტია. უბრალოდ გჯერა რომ კარგი პილოტია. მოდი დავიჯეროთ რომ ჩვენი კონკურენტები ჩვენ გარეშეც წააგებენ ერთ თამაშს და ჩვენ მოვიგებთ ამ ტურნირს დროებით.